გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ გახლავართ მოგზაური მამაშვილი. ეხლა ვიმყოფებით სახელოსნოში, ველოს სახელოსნოში აგეხედავთ და რატომ? ჩვენ წინა ვიდეოში ვთქვით, რომ მივგზავრებთ იმერეთში, კერძოდ ქუთაისში და დადგა ეს დღეც ხვალ დილით მიდივართ, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ წავალთ, უნდა გავიაროთ ჩეკინგი ველოსიპედზე. როგორ მდგომარეობაშია, რა უნდა, რა აკლია, როგორ არის გადასაჭერია კანჭით რამე თუ არა. ასე რომ მოვედით ბატონ მამუკასთან ჩვენს პარტნიორთან, ასე ვთქვა, ჩვენს ერთგულ ადამიანთან. შევიდეთ და ნახოთ. წამოდი. გაგვატარეთ უკვე ერთ წუთს. გამარჯობა. ეს არის სახელოსნო ბატონ მამუკას, რომელიც ჩვენი ერთგული მეგობარია. დათვალიერებინ ნახე, აქ ყველაფერი მოკლედ იყიდება კიდევაც, ნაწილები ველოსიპედის, საბურავოები, კამერები ნახე, სულ ახლები. სხვათა შორის აქ ჩამოდის ველოსიპედები დუბაიდან. მოდი აქ დავიღოთ. და თქვენ წარმოგიდგენთ ეს ველოსიპედები, რომელიც ჩვენ ახლა დავდივართ, აქ ვიყიდით, აქ შევიძინეთ და მაყოფილი ვართ ორივე მომაშვილი ნამდვილად. ეს არის მისი სახელოსნო ადგილი, რაც აქ არემონტებს ველიგებს, აქ არემონტებს ასევე არემონტებს ველო, რა ქვია მას, სკუტერი, სამაკატე, ხო? ყველაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, მოდი აქ ნახე. ეს სულ ახალი ველოსიპედებია დუბაიდან. ფასიც არ არის ძალიან ძვირი და ხელმისაწვდომია. აქ მოვედი და არ ვნანობ რომ მოვედი, იმიტომ რომ კარგი, რამაც კარგია, ყველაფერი კარგია. საბავშვო ასევე ყველა აქსესი ორი იყიდება, ყველაფერი რაც საჭირო ველოსიპედისთვის. და ამ ვიდეოს იმიტომ ვწერთ, რომ ველომოყვარებულებისთვის, ველოტურის მოყვარულებისთვის მგონი რომ საინტერესო გამოვა, იმიტომ რომ თუ გეგმავთ შორმოგზაურებას, რა თქმა უნდა, საჭიროა ჯერ ჩეკინგი გაიარო, შეხედო შენს ბაიკს როგორ მდგომარეობაშია და მერე წახვიდე დარწმუნდე რომ არაფერი უჭირს, თორემ გზაზე ძალიან რთულია თუ რამე გაგიჭირდა. მოდი ახლა გავისაუბროთ ორიოდე სიტყვით, რა გვინდა ახლა ჩვენ ველიქს რა უნდა გავუკეთოთ, თავარი რა არის რომ ვისაც აინტერესოს იცოდეს რომ შემდეგში საბურავები არის, დიახ. მდგომარეობაშია, მექანიზმი როგორ მდგომარეობაშია, გადავხედავთ ყველაფერს, თუ გასაკეთებელია გავაკეთებ და მერე უკვე თავისუფლად შეუძლება იმოძრავო. და აუცილებელია უნდა დათვალიერდეს ველოსიპედი ყველა მხრიდან, ყველაფერში წნევა გაიზომოს, როგორი აქვს საბურავების გაბერვის ისა, ასევე სპიცები, რა თქმა უნდა. და მოკლედ სადავართ. ახლა მიხვედავთ ბაიკებს, მოვაწყობთ როგორც საჭიროა და შევხვდებით ხვალ. ხვალ აუცილებლად შევხვდებით, მივდივართ იმერეთში, კერძოდ ქუთაისში. გამოვიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დალაიქეთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარაზღილაკი, რომ არ გამოგჩნდეთ შემდეგი საინტერესო ვიდეოები. აბა დროებით.